მარტო 2016 წელს ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეების თითქმის 80% ქვეყანაში არალეგალურად დარჩა. ინფორმაციას ისრაელის ელჩი ავრცელებს. სწორედ ამ სტატისტიკით ხსნის დიპლომატიმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების ფაქტები გახშირდა. პრობლემის გასარკვევად მოამბის გადამღები ჯგუფი თელ-ავივში ჩავიდა. არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ისრაელში ჩვენი ქვეყნის საკონსულოც ადასტურებს. მათი ნაწილი სადეპორტო ნაწილშია გადაყვანილი, სადაც დეპორტაციის მოლოდინში არაერთი პრობლემა ექმნებათ. გიორგი ფოფხაძე თელ-ავივიდან. თელ-ავივში ჩასასვლელად ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარული გზა საჰაეროა. ერთი წლის განმავლობაში ბუნგურიონის აეროპორტში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი კვეთს ისრაელის სახელმწიფო საზღვარს. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები განსაკუთრებულად მკაცრ კონტროლს გადიან და გამონაკლისი არის ქართველები არიან. აეროპორტში ჩასულ ტურისტებს ხშირად უარსაც ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქესაც. გზავრთან ნაკადი საქართველოსთან გაზრდილი არის. 2013 წელს თუ 3000 მოქალაქემდე კვეთდა წელიწადში საზღვარს, 2016 წელს ეს 20000-მდე გაიზარდა. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში შესული საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში ისრაელის ელჩმა კვირის პალიტრასთან გააკეთა. როდესაც 2016 წლის სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავარდით. ფაქტობრივად 80% საქართველოსდან ჩამოსულებისა ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა. თითოეულ შემთხვევას განვიხილავთ და ეს მოხდება ორი ქვეყნის საგარეო სტრუქტურების დონეზე. ხელახებით ვერაფერს უარყოფ შესაძლოა ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე. მოსალოდნელია 1 ან 2% შეცდომა. საზღვრის გადალახვისა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე საუბრობს ადვოკატი ალექს ფრენკელი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ეგრეთ წოდებულ სადეპორტო ცენტრში გადაყვანილი ქართველები. თავშესაფრის მოთხოვნის მსურველი ძალიან ბევრია, ისინი ტურისტებად ჩამოდიან და სასაზღვრო კონტროლის გასვლის შემდეგ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მოთხოვნით. მათი მტკიცებით მსგავსი მოთხოვნის მესაზღვრესთან დაფიქსირების შემთხვევაში მათ ქვეყანაშიც არ შეუშვებდნენ. თუ ადამიანებს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებიან, გადაყავს ციხისმაგვარ საემიგრაციო დაწესებულებაში, სადაც მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც სადეპორტაციო დაწესებულებაში ხვდება, საქართველოს საკონსულოდან იღებს მისთვის განკუთვნილ მომსახურებას. თუმცა ისრაელის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი არალეგალებისთვის რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას ან უფასო სამედიცინო დაზღვევას. მილიციის დახმარება დაგჭირდეს არა გაქვს იმის უფლება რომ მიხვიდე და განაცხადო ან რამე იჩივლო რამე რაღაცა დაგემართო და რაღაცა. ოპერაცია ჩამიტარდა მე აქ. სულ დაჯდა 40000 შეკელი, მიახლოებით არის $10000 ცოტა მეტი და დაზღვევა რო ქონოდა ეს დაჯდა ძალიან ბევრად ნაკლები. რომ მივედი საავადმყოფოში იმხელა თანხები მითხრეს რომ მე ამ თანხების გადახდის თავი ნაღდათ არ მქონდა. თვითონ ქართველი ებრაელებიდან მდგავარ ფეხზე და არა თქვათ მთავრობისგან რომ მივედი და ჩამიტარეს და აღმომიჩინეს დახმარება. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თვითონ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად განიხილავენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფის საკითხს. ამაზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ამაზე მუშაობს სერიოზულად საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფიქრობ, რომ ჩვენს რეალური შანსი, რომ ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევა მოახდინოთ ისრაელში. ისრაელის და საქართველოს მთავრობები კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებენ, მანამდე კი ისრაელში ლეგალურად მოგზაურობის ყველა მსურველს შეუძლია აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს და წესებს ისრაელის საელჩოს გვერდზე გაეცნოს.